მოგესალმებით, მე ოთო ვარ და ეს ერთადერთი ინტელექტუალური თამაშია, სადაც არაა საჭირო იყო ყველაზე განათლებული. საკმარისია თავი ასე მოაჩვენო. დღეს ჩვენს მონაწილეებს დაურიგდებათ 25,000-ის ღირებულების ჟეტონები. ერთ-ერთი მათგანი კი თამაშის ბოლოს მოიპოვებს ყველა ჟეტონს. შესაბამისად გადავა სუპერფინალში, სადაც იბრძოლებს 2,000 ლარისთვის. დღეს გავარკვევთ კიდევ ერთ სუპერფინალისტს და თუ გაინტერესებთ კიდევ ვინ არის სუპერფინალში, აუცილებლად უნდა უყუროთ ვიცი არ ვიცის წინა ეპიზოდებს. მოდით მივესალმოთ ჩვენს დღევანდელ ოთხეულს. ესენი არიან მარიამ შენგელია, მომღერალი. მოგესალმებით. კია ჯაჯენიძე, პროდიუსერი, ტელესამყანი, ფსიქოლოგი. ბაბი კირკიტაძე, მომღერალი. და გიორგი გაბუნია, ტელესამყანი, იუმორისტი და ცნობილი ტიკტოკერის კირა ბაბუნიას მამა. თქვენ დღეს გარისკავთ თქვენს ცოდნას. რომელიც არ გვაქვს ამ. არა, მე ის არ მომეწონა რომ განათლება არ ჭირდებაო. ესე იგი ეგ არის ამ თამაშის პრინციპი. ეძებდით თან დავიწყეთ თამაშს. ვინ არ არის განათლებული? ეს არ არის შემდეგი. ჩვენ ნინო დავიწყეთ. ცნობილები, გიორგი გაბონია, ბაბი კირკიტაძე ასე ეძებდნენ ეს უნდა მოსულიყო. ჩვენ დავიწყეთ თამაშს და მივხვდებით რატომაც არის ეგრე. კი ბატონო. ჩემი გრუპია ნიახა დაგირიგებთ კარტებს. მე აგიხსნით თამაშის წესებს, თქვენს და ჩვენს YouTube მაყურებელსაც, რომლებსაც აუცილებლად უნდა გამოგვიწეროთ. თუმცა, სანამ თამაშის წესებს აგიხსნით, მე მაინტერესებს ზოგადად რამდენად რისკიანები ხართ და აზარტულები ხართ ცხოვრებაში. ძალიან. მე მართლა ძალიან აი, ბოლოს აზარტული. რა გარისკი? ყველაფერს ვისკავ აბსოლუტურად. და მოკლედ ძალიან რისკიანი ვარ რა და მიყვარს ეცინი. გამოწვევები. მე არა ვარ რისკიანი, ვარ ცოტა მშიშარა, მაგრამ აი ეხლა ისე მიხარია, ოღდრავი ხარია. ბატონო, ბაბი, შენ ასე თქვი. ნუ მე ძალიან რისკიანი ვარ, სიცოცხლითაც გამერისკავს, რომ გადამოუფრენი ვარ. ყოველგვარი დაცვის გარეშე, ასე რომ საკუთარ კონცერტზე რა, ხვის კონცერტზე. საკუთარზე სადაც ბაწრის გარეშე უნდა და გავაკავეთ მეგობრები. მაგრამ ერთი შეკითხვა შეიძლება? რატო არა? აი რას ნიშნავს რისკიანი? აი მე ხო ვთქვი რომ მშიშარა ვარ. როდესაც დასაკარგი გაქვს რაღაც. თოკზე გავიარე ველოსიპედით და არ შემეშინდა. ეგ ნიჭიერებაა, კი. კარგი. გიორგი, შენ ასე თქვი. მეც საკმაოდ რისკიანი, აზარტული ვარ ყველაფერში საერთოდ და მაგრამ აქ შევეცდები რომ ცოტა იმას ვქნა, თორე ძალიან აზარტულობა აქვს. დავაბალანსოთ, რომ გავუვარდები. კი, ნამდვილად. ჩვენ ეგრევე გამიშვებენ დიდი ერთი მაგის მეშინია, რომ იმდენად აზარტული არ მოსწევ, რომ პირველ მეტრზე დავტოვარ თამაში. ეს ვიცი არ ვიცია. თამაში, სადაც ფსონს შენი ცოდნიდან გამომდინარე აკეთებ. ვინ იცის რეალური პასუხი და ვინ არა, ეს არავინ იცის, მაყურებლის გარდა. თითოეული რაუნდის დასაწყისში მოთამაშეები ათავსებენ რაუნდის სათამაშო სავალდებულო ჟეტონებს. წამყვანი კი სვამს შეკითხვას. მაგალითად, რამდენი მეტრის სიმაღლის არის თბილისის ანძა? მოთამაშეები კრუპიეს მიერ დარიგებულ კარტებზე წერენ თავიანთ პასუხებს, რომელსაც რაუნდის მიმდინარეობისას ვერ შეცვლიან. პასუხების დაწერის შემდეგ მოთამაშეები ზრდიან ფსონის რაოდენობას, აგრძელებენ ფსონის გაზრდის გარეშე ან ტოვებენ რაუნდს. რაუნდის მიმდინარეობისას წამყვანი მოთამაშეებს ეუბნება ორ მინიშნებას. თითოეული მინიშნების შემდეგ მოთამაშეებს შეუძლიათ ფსონის გაზრდა, ფსონის გაზრდის გარეშე გაგრძელება ან რაუნდის დატოვება. საბოლოოდ წამყვანი ამბობს კითხვაზე სწორ პასუხს და გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე ახლოს არის პასუხთან. თუ თამაშის წესებს კარგად ვერ გაუგე, უყურე პირველ რაუნდს და მარტივად მიხვდები. შეგვიძლია დავიწყოთ თამაში. სიამოვნებით. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 100 ჟეტონი. აჰა. უნდა ჩამოხვიდეთ აუცილებელი. ნახე, ეგრე ისეთი ის არის, ესე შიშარა ვარო 100 ჟეტონი ჩამოსვლაც არ უნდა. ნინო ჩხეიძის რომელ სიმღერას გაიხსენებთ? ნებისმიერ. მაგალითად. უკვე რამდენი დრო გავიდა, წაღვერიდა თბილისი. წაღვერიდა თბილისი, კი ბატონო. ძალიან ბევრი ნინოს. რა კითხვა გვაქვს გორის მინუტა. ამაღამ მედავლებ შენი თამადი სულ რამდენი ალბომი აქვს გამოშვებული ნინო ჩხეიძეს? უი, ძალიან ბევრი ექნება ნინოს, თეთა რა ოქნა. რამდენი დრო გავიდა. აი მე ვიცი მაგ სიმღერის ავტორი ვინ არის. და არ გიშდა. აი ვიცი, თქვენ იცი არავინ არ არის. რამდენი ალბომი აქვს გამოშვებული? რამდენი და მე რა ვიცი, რამდენიც გინდა ხო იმდენი, ანუ მაგ ნინოს რავი, ბევრი სიმღერა აქვს. მე ვიცი. ოღონდ მართლა. არ უნდა. გამახსენდა. მე გამახსენდა ბოლოს. რამდენი ალბომი? რამდენი ალბომი? დიახ. გამახსენდა. ალბომი ნინოს ექნება
ვაჩვენოთ ერთი პასუხი დაგვჭირდა და შეგვიძლია. როგორ კარგად აჩვენებს გიო წას. ვიცი რა არის, ფრთხილი ვარ გოხოვი. სორია. კი ბატონო. მეტი შეგვიძლია დავიწყოთ. მარია. დავიწყოთ აი მით ამ აიცით რა არის, მე პროცედურით. მასთან კომუნიკაცია მქონია, მისაუბრია სიმღერებზე და ასე შემდეგ და დაახლოებით თუ არა დარწმუნებული ვარ პირადადაც რამდენიც უთქვამს? კი, პირადადაც უთქვამს კი, ჩემთვის და ტელეფონზე ჯერ როგორ ხარ კი არ გითხრა რამდენი რამდენი ალბომი გაქვს, ესე ვიწყებს ალბომს, კი. ინტერესო. შესაბამისად შენი სვლა. ჩემი სვლა არის, მოდი ჯერჯერობით იყოს 100. მარია მაგაზერდებს 100 ჟეტონით. რამდენიც გავსარდა. 100 დიახ. და მე ვიტყვი, რატომ ვიცი? სამჯერ მაქვს ტეტა-ტეტი, არა, ერთი-ერთზე ნინოსთან ინტერვიუ აღებული და ნაჩუქარი აქვს სამჯერ ალბომი და მიკითხავს, მე რამდენია? და უთქვამს. ხო შეიძლება შენ მე რამდენიც გაჩუქა ის ის გითხრა. ხო, და შენ რომ მაგის მერე კიდე არა, ჩაწერა. ჩემო კარგო, არა, ეხლა კი რა ბატონო, ვიცი, რაც ვიცი. იცის. თუ კი გინდათ ბატონო. შეიძლება აჩუქა და ამის გარდა კიდევ კიდე ამდენი. ქონდა. არა, ხო. სულ რამდენი ჩაწერე ალბომი, როდის იმიტომ იყო რომ ეგ? შარშან. შეიძლება არ წელში ჩაუწერია, არა, ეხლა ჩაწერილი მყავს. მე ერთი კვირის წინ ველაპარაკე. ნუ იხუები ეხლა. მე ზედმეტი აი ამ საუბრების რაღაცა ისტორიების მოგონების გარეშე ვზრდიფსოს, იმიტომ რომ ვიცი ზუსტი რიცხვი. ოჰო. მაგაზერდებს 500 ჟეტონით. გიორგი. ანუ ჩემი აზრით ეს ძალიან არასამართლიანი იყო, იმიტომ რომ ორი მომღერალი გვიზის მაგიდასთან და ერთი ის ტელეწამყვანი, რომელსაც ესე იგი სამჯერ ქონია ერთ-ერთი ინტერვიუ ნინოსთან. მე შენც ბევრჯერ ყოლია ხო, მაგრამ ნინოს მაგაზე არ ქონია საუბარი, შემესი. მქონია. ძირითადად არის ხოლმე რომ ეს რა ქვია, რაღაც ტანსაცმლის ხაზი გაქვს, ღვინოებს უშვებდი, მე ჯიმი შემოდის რაღაც და მოკლედ ეს ამბები. არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს რომ მისიქით აღარ გაზრდიან და ერთს გავურისკავ. ერთ 500 ვაიმე ბადი. შენ ჯიბეში ჩავარდება ჩემო კარგო. კი ბატონო. მარია, გაასწორებ თუ არა? გავასწორებ, რატომაც არა. ხო, შეუნდა დაამატო 400. 400 შემიძლია ესე დავამატო. ან შეგიძლია უბრალოდ 500 შემოხვიდე და ერთი 100-იანი წაიღო. ეგეც შეიძლება. მომისმენე, მე ვარ ასაკში ვარ და არ წამაგებინოთ გეხვეწო. თან მინდა ფინალში რომ ვიყო. გაასწორე კი ბატონო 400. დავამატოთ 400 და შეგვიძლია გავაგრძელოთ. ფულის გარეშე უნდა რომ ეს გავაგრძელოთ. წითელი მიეცი და ერთ დაგიბრუნე. ერთი ცალი, იმიტომ რომ ის ბევრი რო არის კარგი. და ბანკი გასწორებულია. კი ბატონო, პირველი მინიშნება. ამ ნომრით თამაშობდა სამუელ ეტო ლეგანესში. ოჩაშერ ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება იყო და დავწმუნდი რომ მე სამუელი? სამუელი, ჩვენი მეგობარი კი? კი ბატონო, მოდი ჯერჯერობით გავატარებ. გია, ამ ნომრით თამაშობდა? რა მერე? შენი სიტყვა. ხო ამ ნომრით თამაშობდა. კეთილი, შეგიძლია გაატაროს თუ ატარებს. ვზრდი? თუ ატარებ, თუ გინდა გაატარო. თუ გინდა გაატარე. უნდა გავსარდო. ვაიმე. 500? თუ 100? 500 უნდა გავსარდო. ბრავო. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ. ნუ მე არ ვიცი ეტო რა ნომრით თამაშობდა, მაგრამ მე ვიცი ნინა ჩხეიძეს რამდენი ალბომი აქვს. ბაბი მოპასუხა. ფეხბურთში აქ უკვე მე დავწინაურდი, თუმცა ნახდათ არ მახსოვდა სამუელ ეტო ლეგანესში საერთოდ რო თამაშობდა, ბარსაში მალიორკა მახსოვს და მახაჭკალის ანჟიც მახსოვს რო თამაშობდა სამუელ ეტო, მაგრამ ლეგანესი ნამდვილად არ ვიცოდი. მოწოდებით იცი ეგ ყველაფერი. ფეხბურთი მიყვარს ხია? აა. შესაბამისად, აი აქ ვფიქრობ, რომ მე შეიძლება ყველაზე ახლოს კონდეს და 500 გავასწორო. გიორგი მოპასუხა. მარია, გიბრუნდებით შენ. გაასწორებ თუ არა ბანკს. გავასწორებ რა თქმა უნდა, რამდენიც უნდა გავასწორო? 500-ით იყოს აქ რა თქმა უნდა. მარიამაც უპასუხა. მოვისმინოთ მეორე მინიშნება. კი ბატონო. ამ კითხვაზე პასუხი იცის ხუტა უფროსმა ფილმიდან შერეკილები. თუ გაიხსენებთ მომენტს. ერთი წამი. აუჩი. თქვა ეს. შეგიძლია. კილოიანი ქვა არის. ქვა რო აწონა. აჰა. ქვა აწონა, ბევრი ქვა აწონა. მე გავზრდი. თქვენება. გავზრდი რაში? 500-ზე მეტი უნდა მქონდეს? არა, 100 არის მინიმუმ. აი, შემიძლია 500-ით? შეგიძლია 100-ით გაზარდო 200-ით. კაი, 100-ით გავზრდი აგერ. მარიამ მაგაზერდებს 100 ჟეტონით. 100-ით გაზარდა? მე ხუტა უფროსი რო თქვი, მეგონა ისა რეკორდი ფილმი და ამიტომ მეც 100-ით გავზრდი და მე არ გადავდივარ.
ბოდიში არ გადავიარჩევ ჩვენებას და 500. აუ, აქ ისე მიდის თამაში, რომ არც ერთმა ზუსტი პასუხი არ იცის, დარწმუნებული ვარ ამაში და ამიტომ 500 მეც შემოვდივარ. და მე უფრო ახლოს ვიქნები პასუხი. კეთილი, მარიამ 400 უნდა დაამატო რომ დავამატებ, არ არის პრობლემა, ერთი დამიბრუნეთ გენეცვალე. 400 უნდა კი, გავაკეთო. 400 უნდა შენ დაამატო. გასწორე, მარი? კი, აი, ბანკი გასწორებულია. სწორი პასუხი არის 11. მარიამ, არ ჩემასაფრე ხუთვალღომ გაამართლა. მარიამმა გაზარდა ფსონი 500 ჟეტონით. გია. უპასუხებ თუ არა მარიამს. შეგიძლია გამოტოვა ეს რაუნდი. გამოვტოვე. არა, ეს ცუდს ნიშნავს, რომ არა, გამოვტოვე. არა, უბრალოდ ხო, გასოგე ამას გადასვალი ბევრი ფული აქვს და ესე. ბაბი. შემდგარ. მე დავწექი, იმიტომ რომ ახლა შევწდი ფენბურცეს ჩემი ეს ფილოსოფიაც სტარი ყოფილა და მეც შესაბამისად დაშნენ მომღერლები და მოდი გავხსნათ კარტები. და მე დავწექი. მე და შენ დაწოლილი ვარ. გაჩვენოთ კარტები დიახ, დიახ, უნდა გავხსნათ. შეგიძლიათ გახსნათ კარტები. ვაა, საინტერესო. მარიამ. რა გიწერე? 3. გვაჩვენე? გრასამი გო. 3, ბაბი? 18. ბანკი მიდის ბაბისთან. არა და 13 ბახსოვდა და 13 რატო დავწერე? კი ბატონო, 70 ბაბის, კი. ორი ეს ჩემთან ჯარარდება. თქვენ შეგიძლიათ გვაჩვენოთ პასუხები რა გეწერე? მე იცი რა მახსოვს. მე 36 მეტრია. 26. 36 მინუსის არ მინანები. პოსტარა. გია, შენ რა გეწერე? მე რა სიმღერა, მახსოვდა ესე კი ვიცი, მაგრამ მეგონა რომ რაღაცა 3 ალბომი ექნა. 20-25 ჩავწერო. 25 უეწერა. ეგ წელია, რომელი წელიც მიმდინარეობს ეხლა და იცი. აერია თამარი ვერსა მაგდენი. ნინოს აქტიური პერიოდები ქონდა, რომ დაიწყო აქტიურად უშვებდა ალბომებს და მის ალბომის წალეკილი ქონდა ყველაფერი და მახსოვდა რომ ბევრი იყო. ბევრი ხო მე. კეთილი, ამ რაუნდის გამარჯვებული არის ბაბი, შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 500 ჟეტონი. ბაბი, შენთან მაქვს ერთი კითხვა. შენი აზრით, საქართველოში სრულწლოვანი ქალების რამდენი პროცენტი არის დაქორწინებული? ნუ, ჩემ. სრულწლოვანი ქალბატონების 60% იქნება დაქორწინებული. ბევრია ჩემი აზრით. შენ ამის ხუთი. არ ვიცი 35. აუ. შესაბამისად, შემდეგ კითხვა. მე და გიას რა ბუნჩი არ ვეკითხები, ანუ რა. ქალებზე იყო საუბარი. არა ხო კაცებმა უფრო იციან 1% ვიდრე ქალებმა. გია, შენ თქვი, შენი ვარიანტი. მოგანტო მაგას თქვი? 40%. ეჰე, მეთანხმები. წავიდა. რა შუაშია კითხვა? საქართველოში მამაკაცების რამდენი პროცენტია დაქორწინებული? მამაკაცები? დიახ. როდის დაარსდა დემოგრაფიის ფონდი? რა ხდება იქ? შემიძლია ყველაფერი მოგიყვეთ. კეთილი, შესაბამისად შეიძლება ერთით შევწდე. აჰა, რაც აღწერია 1%-ით. იმიტომ რომ ძალიან და კარგი. ამ წელს 2025 წელს იყო ყველაზე დიდი ქორწინების რაოდენობა. მე რატო არ შემეტყო? კაცი ხარ ამის რა ნიშნობა ქორწინებაში ქალის არ შეჭრება? გისმენთ, გია, შენი სიტყვა. ჩემი სიტყვა. ფულში გამოხატული. შეგიძლია უბრალოდ გაატარო. არა, რა. მე ნახეთ იცით რა არის. მე მაგ მოკლე ხელი, ბოდიშს გიხდი, აი ესე რომ მოკლე ხელი. მე ვიწდები გრძელი ხო, ხელი. კარგი. ბაბი, დიახ. შენი სიტყვა. პასუხობ თუ რა გიას? მე ჩემი სტატისტიკები მაქვს ახლა ტვინში რაც მოვჩოთქე და კომენტარის გარეშე მივყვები ამ ბაბი მოპასუხა 500. გიორგი თუ პასუხებს ბაბის მოჩოთკოს. კი, მე დაახლოებით პასუხი ვიცი, იმიტომ რომ დედაჩემი მუშაობს ქორწინების სახლში. ანუ და რაღაცაზე ამას საუბრობდით და ოღონდ მართლა იქ დამეთახება იცის ეკა სადაც მუშაობს და შესაბამისად დაახლოებით ციფრი ვიცი და არავის არ უსურებ ამ ტურში ჩემთან თამაშს. რა შეიძლება ჩემს ამბავს, მე სტატისტიკა წაკითხული მაქვს, ერთ-ერთ გადაცემის წამყვანი ვიყავი და სუფლიორზე წაკითხული მაქვს სტატისტიკების ამბავი ქორწინებაში, არა ქორწინებაში და ასე შემდეგ მოკლედ. სად იყო ეგ გადაცემა? სხვა შორის პრაიმ შოუში წავიკითხე სუფლიორზე, შეგიძლიათ ნახოთ. არა, ნუ ჯერა კი ბატონო. ჩვენ უყურებთ მე მაგალითად. მეგონა ზერიათი. ჩვენ უყურებთ და ძალიან კარგად ბანკი გვახსოვს გასწორებულია. მოვისმინოთ პირველი მინიშნება. კაი. ქალების პროცენტული მაჩვენებელი არის
57.4%. 60 ხო თქვი. იო, ამიტომ აქაც მე ვიქნები ყველაზე. ეს არის მინიშნები. 57 რა ქალები? 4.9%. მივხვდი, ეგ უნდა დამეწერა, როგორ მივქარე. არა, მომისმენით ახლა ერთი რამე. ერთ კაცზე მოდის 13 ქალი. ზუსტად აქედან გამომდინარე. ადრე მოდიოდა აქედან გამომდინარე დავწერა. და გაიზარდა. რატო არ დავწერე? პირველი პასუხი რაც მომივა, ის არის ყოველთვის სწორი და დაწერე რა, ეს ინტუიცია კირჩხიბი ხარ რა. რა მინდა? რა თქვი მიწერია და პირველ ჩვენებას ვაწევი. კიდევ გაზრდი ფსონს თუ დაატარებ ამჯერად სვლას? იცი რა, გავატარებ, იმიტომ რომ ფული მენანება. კი ბატონო, ბაბი. იცი რა არის? ამადე. არა, ჩამასვლის სურვილი მაქვს, მაგრამ მაინც მგონია რომ მე ვიქნები, მაინც ყველაზე ახლოს, მაგრამ გავატარებ. გიორგი? ანუ თუ 57.4 თუ არის ქალბატონების, ანუ ის ფრაზა რომ ამდენი ისა რა ქვია, ქალბატონი გასათხოვარი ვარ თუ ის ფრაზა რო არის, რა ქვია, ქალბატონი რო მოვყევი მე აქეთ. ხო და ქალბატონი რო ამბობს იმაში, რა ქვია, თუ რაღაცა თუ კაცი ამბობს თუ ამდენი თუ რაღაცა ეგეთ ვიდეოში, სწორი პასუხი მიწერია და ვატარებ. მე უნდა დავამატოთ ყველა ვარიანტში? შეიძლება გაატარო და ეს მოვისმენთ. გავატარებ. მეორე მინიშნება. აუ, ეგ უნდა ძალიან გავბრაზდეთ ჩემთვის. სულ კი. 1.780.600 მამაკაცი ცხოვრობს და აქედან 1.150.267 არის დაქორწინებული. გია. ისევ მე გაატარებ. მინდა ჩემი ამბავი. ვატარებ, გავატარებ, მე ჯიუტად კი ბატონო, ბაბი. სწორი პასუხი მიწერია და გავატარებ. აი, მაშინ მე გავზრდი 1000-ით. გიორგიმ გაზარდებსონი 1000 არიან. შეტანით. მეც 1000-ით უნდა გავზარდო ხო? სურვილი სამეფრო. მარიამ მოუპასუხა. დახარჯავ თუ არა 1000? დავხარჯავ თუ არ დავხარჯავ. არ არის პრობლემა. კეთილი. ბაბი მათ უნდა გაასწოროს. ყველა მიმწოლი გაიჩით. ბანკი გასწორებულია. სწორი პასუხი არის 64.6%. გია. უბრალოდ გავატარ. შენ ახლა შეგიძლია სონის გაზრდა გატარება. შეიძლება ეგრე მაცადე. არა, მე ჩამოვიდა. საშინელი ადამიანის გვერდით, მე მიცინე. ხო, ვატარებ. არ მაძლევს ბლეფის უფლებებს. მიცინის მეცინება მეც და იქნება ვიცინები. მომის ხუილი თუ მოსულა მე აღარა. ეგ არის, დაგვაჯერე. თამაში არ არისო ინტელექტიო, ეს შენი ფილოსოფიურზე რასწავლობები და ფსიქოლოგია. რანაირ აქ რას მიწერია, როგორ დაგაჯეროთ ახლა? არ დაგვაჯერე, ფული დაგვაჯერე. გია, შენი სვლა არის, შენ შეგიძლია გაზარდო ან გაზარდო? და რამდენი პროცენტია? 64.6%. დავწექი. გატარება შეგიძლია უბრალოდ. გავატარე. ბაბი, 1000-ით გავზარდა ისე. 1000-ით ბაბიმ გაზარდა. გაზარდა. არა, მე დავწექი, იმიტომ რომ აშკარად დაბალი რიცხვი მიწერია. მეც 1000-ით გავზარდა. აი, ახლა შეგიძლია დაწვე ან უპასუხო 1000. გავზარდე 1000-ით. ბანკი გასწორებულია. მარტო მე დავწექი? ხო, შეგვიძლია პირდაპირ გავხდათ კარტები. აუ, საინტერესო დაიწყე. 68. ვაუ, 28. ოჩახ მარია, გია. 33 და ბაბი რარარარა. 63. 63. კლავ ბაბიმ გაიმარჯვა. გია, მე 33 მეწერა. მართლა? 33 გიორგისაც. ხა და მინდა და დამეწერა 65. კიდევ ერთი რაუნდი მიაქვს ბაბის. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონი 1000 ჟეტონი. ეს უკვე აღარ მომწონს რომ ეს საშინელი. მე პრობლემა არ მაქვს. შენ ფული იმდენი გაგენოცო რა აგენაღლება. რამდენ კილოგრამს იწონის 100 ჰოლანდიური ვარდი? აი, ჰოლანდიური ვარდი შეიძლება ჩვეულებრივი ვარდისგან სხვა წონა იყოს. კი, გაბუნებრივი ალბათ ეგ არა. ძალიან, იმიტომ ღერო აქ მსხვილი. მიჯერებთ. ვერი, იტყვი რატო გაზეთებს ურევენ ხოლმე შიგნით რაღაცებს. სუბთამასა. ფოთლების გარეშე და ეკლების? სრულიად კომპლექტი. კომპლექტით? რამდენიც? 100. თვითონ საშინელი თამაშია. აუ, რთქდა უკვე აქეთ. საშინელი თამაშია. აი, 100 ვარდი, ესე აი
და ჯერ ერთი რა სადისტობა ახლა 100 ვარდს რომ მიარწმევ ქალს. აბა რა რამდენად. და შეიძლება 25 კილო ვერ დაიჭერს. ვერ დიდი. ხო და სწორი ხარ, აჩუქე ერთი ცალი შენ ძიებში გამოყოლ ისიც და არა არის. რა თქმა უნდა. არა, სწორი. დაწერე, რას დაეძებ? დაწერე. ბაბი, შენი სიტყვა. თავისთავად ცხადია, რომ არა მიწონი არასდროს დაახლოებით მაგრამ უჩუქებიათ შენს. გარეშე. ჰოლანდიური ვარ. უჩუქებიათ, კი ბატონო უჩუქებიათ. აწავს. გავიგეთ ყველაფერი. აბსოლუტურად. რა თქვი? ტიტრები ამოვა. მაგადაში უდებს სასორი. მაგადაში უდებს ბაქანაში ბაბისო. აი სასორი და ესე აწოდა. ხო და დაახლოებით იციფრი მგონია რომ სწორთან ახლოს იქნება. კეთილი მე ხესავისა. ხედავ შენ მოვუმატებ თუ არა ფსონს? აქედან 2 ვერ წავა, ხო? 3 ვარდება, 1 გადადის ფინალში. 1 მე ხედავ შენ მიდიხარ. და მინახავ აგერ გიყურებს ამდენი. ბაბი, მოვუმატებ თუ არა ფსონს? არა, მიყოს. გიორგი. არ ვიცი ნამდვილად ზუსტი პასუხი, თუმცა წესით ახლა გოგონებმა უნდა იცოდნენ, იმიტომ რომ ხშირად არიან. ეგრე იძახის ყველაფერს გოგონებმა უნდა იმიტომ რომ ისეთი კითხვები არის, ანუ შენც ხო ვარდებთან გიჩუქებია რა? მე მიჩუქებია, კი ბატონო, უფრო მეტიც შენიც უჩუქებიათ, ჩემთვის ყოფილა, მაგრამ არა, გასისულელი ხერთვა დამიპაროს, იმიტომ რომ მაგ ისტორია მოუყვე, ის რა ქვია, მაგრამ ანუ მე ვამბობ ფაქტს. მოხევი ამოვჭრით. რა იყო ამნა? არა, კარგი ისტორია იყო. კადრს მიყვება გიყვება. დიდი ბუკეტი იყო, ძალიან თაიგული უფრო. გამოგატანეს თუ შენ გაჩუქეს? არა, კაცო, გამომატარეს ბაბისთან, მე რატომ აჩუქე? გიორგიც სავარაუდოდ ატარებს ფლას. არა, შესაბამისად რაღაცა სიმძიმე მახსოვს ხელში. ვაიმე. აი მეიტყუება ბაჭო რა კავი. არა, იმ ისტორიას რასაც ყვება ჩემთან მართებაში ნამდვილად. შენ ყველაფერში ემოწმები და მინიმუმ არა 1000 გიორგი. მინიმუმ 1000. მინიმუმ 1000 არის? შეიძლება აღარ ისეთი მძიმე იყოს. ზუსტად კი არ მახსოვს რა იყო ხელში. შემდეგ თამაშზე ჩემთან დადგები მოწმე. მარიამ, იმიტომ რომ უკვე სანამ მესამე გიას შეგავ თავის რა პოდკასტი. შემოჭი მომიგოხლა. მოდი მოგისმინოთ შენ. მე იცი რა არის, მე 100 ხო? 100 ვარდი მტერია ხელში. ხო ბუნებრივია გოგონებს ხო არ თქვენ წაიქცე. ჩუქნიან, თაყვანისმცემლები ჩუქნიდნენ ისა. მართლა. კი და დაახლოებით მახსოვს რამდენი. შენ რამდენი კილო ხარ? გადო ეკითხები ხო რა? ამდენი განა არა, ასა კიდე წონა არ ვკითხო. კარგი. 30 შორტა 65 კილო, მაგრამ ლეველი ხوارდა რომ ამოჭერი იცი როგორ მოჩიდი. მარიამი იქნება 53 კილოგრამი. არა, მეტი ვარ. კაი. ეს არა ქვია. გავზარდო უნდა? უნდა უპასუხო გიორგის მე გაზრდილ 1000 დავზარდე. და 1000 უნდა გავზარდო მე. აბა მოდი თუ ჭერია ხელში 100 ვარ და ზუსტი წონა გაქვს, მოდი აბა 1000. აი რა იყო. აჰა, შეხედე რა. რაკენი? გიორგის გია. ფსონს დაყაბულდა. გაზარდე გია. ეს 2 არ წელი. მოეწონა. ორი არა ერთი. თუ კიდე ორი თუ შეგიძლია. პასუხობ ეგარ. ერთი წითელი ორი გია. 2. არა, მე რო დაუთმო, რო გავიმარჯვე. შეგიძლია, კი, ალბათ. ვერ გაიმარჯვო და არ გიდეს უბრალოდ ტყუილი კეთილშობილება დაწყნარდი. ისედაც არა, ვიცი რა მე კეთილი ხარ. გამიგე რომ თქვენ შეგიძლიათ მე მაჩუქო. არ გაჩვა. არა მითხოვდა. ბაბი, აх, ბიჭო. გასწორებ რა ბანკს. კი. მოდი აწითლები პასპორტი. მინიშნებას დაველოდები. პირველი მინიშნება. აბა, ეს ადგილი ოლიმპიადაზე არაა საპრიზო. არაფერი ისეთი ნიშნა რა თქმა უნდა რომ არ იქნებოდა საპრიზო. ძალიან ლოგიკური. ეს ადგილი ოლიმპიადაზე არ არის საპრიზო. რა თქმა უნდა არ იქნებოდა. არა, ხო, ნუ კარგი. შენ ჩემ პასუხებს მიმეორე. ბაბი, შენი კი არ ჩაერიო, ნერვები მოეშლება და წაგებს ორი. ბაბი, შენი სიტყვა. არ გავზრდებ ფსონს, იყოს ესე გავყო. გიორგი. მე გავზრდი ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ეგ ჩემთვის ძალიან კარგი მინიშნება იყო. აი რას აი რა გაიგეთ არა, ხო? ნახეთ, პირობითად იყოს თუნდაც 100 კილოგრამი, ხო, პირობითად ვამბობ. ანუ მე100 ადგილიც არ არის ის, მაგრამ ანუ მაგ მინიშნება არ იქნებოდა შესაბამისად რაღაცა იქვე საპრიზოებთან ახლოში ტრიალებს, რადგან ეგ მინიშნება იყო და ამიტომ მე გავზრდი 2000-ით. გიორგი გაზარდობსონი 2000 ჟეტონით. რა შვები მე? პასუხობ თუ არა გაზრდილ ფსონს. აი ხა ერთხელ გავრისკავ და მე. ლურჯი. ერთხელ გაგოცე კაცავა. უპასუხებ თუ პასუხ არა. ერთი აბა. არა, გავიარე. ეთერი მომოწოდე შენი ბარათი. დაწეკი გია? მოგცე, რატო? ეს რა სწორად გაიგო გამოეთიშე? რა გამოვეთი? ხო და არ მოუარ გავდივარ გარა. არა, რაუნდი გამოტოვა. ამის ცოტა აღუსნა. ბაბი, მოდი აბა. პასუხობ თუ არა. მოდი პატარავ.
მე შენ ამას ფული იმდენი აქვს უპასუხებ რასიზმს. ბანკი გასწორებო. მეორე მინიშნება. ხილი ვარ საკმაოდ. დარტანიანის ჩათვლით სწორედ ამდენი იყვნენ მუშკეტერები. კაი რა, ეგ ცოტა რა არის. ბაბი, გავატარე. გიორგი. ზრდი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არა. რატომ? იმიტომ რომ სწორი პასუხი ვიცნებ მაგას გაგატან 3000. ვაი მე დავწერ ჩენჯილი ვეღარ მაქვს ნერვები. მარიამა დაგტოვა, ბაბი. მეც, იმიტომ რომ არ მიწერე სწორი. შესაბამისად ბანკი მოიგო მიდის გიორგი. გიორგი. დიდი არც მადლობა. ამას არ ეწოდება და ამოატრიალე ბარათელი კარტი. მომაწოდეთ. ხო რა. არ დავმალავ გეტყვით, ჯერ მანახე წაგებულებს. შეგვიძლია? კი. სპონსორი პასუხი არის 4 რა თქმა უნდა. მივხვდით ხო? 29 ეწერა. მე. მე 62 მეწ. არა 62. გია და 62 მარიამ. 6 კილოგრამი. შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 2000 შეტანა. 2000 2000-ია უკვე სავალდებულო სავალდებულო ფსონი არის 2000. საკმაოდ ბევრია. ავღევდი უკვე რა. ბევრია. სპორტულ ბრენდებს თუ იცნობთ? დიახ. Nike თუ Adidas? ორივე. ხო. ორივე. თანაბრად ძალიან მეყვარს. კეთილი. შემდეგი კითხვა. დიახ. 1971 წელს გავიღუპეთ. კეროლინ დევიდსონმა შექმნა ყველასათვის ცნობილი Nike-ის ლოგო. კი ბატონო. რამდენი გადაუხადეს კეროლინ დევიდსონს ამისათვის? 1971 ხო, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენი დოლარი? დოლარი? დიახ. ცოტას გადაუხდებდნენ. მაინც რამდენს? ცოტას. შეგიძლია ეგ დაწერო. თუმანი 2 თუმანი მაქსიმუმი. რამდენია ახლა ეს ცოტა? დავაფიქსიროთ პასუხები. ეს Nike იყო, ხო? ხო, ნაგი. ამანაც ეგრეთ წოდებული swoosh ლოგოზეა საუბარი. როგორზე? swoosh. ხა. აუ როგორ და როაი მეც კი. გიორგი, რას ფიქრობ ზოგადად შენ? არ ვიცი ესა. უბრალოდ წეგანი ბაბიმ რო იკითხა რომელი წელიო, ანუ რაღაც კონჩია იკარატუ აიცე, იმიტომ რომ ანუ პირობითად ეხლა რო ყოფილიყო ეგ, ანუ რაღაცა კატასტროფულ რიცხვებზე იქნებოდა საუბარი და 70-იანი წლები თქვი, ანუ შესაბამისად ეგ ნაკლებია, იმიტომ რომ დოლარი მაშინ უფრო ასე რომ ვთქვა ის იყო რაღაცა უფრო დიდი ფასი ჰქონდა $1 ვიდრე ახლა. შესაბამისად გიორგი. შესაბამისად რაღაცა მიწერია, მაგრამ საერთოდ გაგნებაში არა ვარ. რა ხო, რა კონკრეტული რაღაცა. იცი რა არის, მე მაქვს ფილმი ნანახი. Nike-ზე. და თავიდან არც ისე წარმატებული იყო და რატო დავწიფის თავიდან არც ისე წარმატებული იყო Nike-ის ეს რა ქვია. ფილმის რეჟისორი. თვითონ. რა ქვია? Nike სამაგრი გთხოვ. Nike-ის ფეხსაცმელი, ეგ ეგვია ფილმს. ფეხსაცმელი ქვია? არა, Nike, რა ვიცი მე რა ქვია, არ მახსოვს. მაგრამ 1-3 წლის წინ გამოვიდა ეგ ფილმი, მართლა კინოთეატრში მოქვს ნახე. პროსტ არ მახსოვს ზუსტად თანხა რამდენი იყო, მაგრამ მახსოვს რომ არ დაიწყო წარმატებულად Nike-ის, ასე ვთქვათ, ერა. აჰა, შესაბამისად შენი თითქოს. რა მაქვს სიტყვა სათქმელი? ან გაზრდა ან გატარება. ჯერობით გავატარებ. გია. უმატებ თუ არა ფსონს? უმატებ ისე გავერთე, მე ვერ გავიგე ვერაფერი. არ მისმენდა შენ. რამდენია ფსონი? 2000. 2000. რას უმატებ, კაცო გაატარე. კაი კაცი იგია მიყვარხარ მაგრად. აბოვის. სუდა თუ ხარ გავაჩერე. ყველაზე შთამაგონებენ, რომ არ ცუდა და მაგ წნევა, ხო? კაი, მომისმინე გეტყვი. მე გავატარებ რატო? კი, კაცო, აბა რა. აბი, მეც გავატაკი ეს ვერ ვაწყენდი. პირველი მინიშნება. 2025 წლის მონაცემებით კომპანია Nike-ის ღირებულება შეადგენს $90 მილიარდ. მე რას გვაქვს? ეს არაფერს არ გვაძლევს, იმიტომ რომ 70-იან წელს სად არის მინიშნება? მინიშნება რამდენს? $90 მილიარდ. 90. ანუ რო გამოთვალ დაიმე მაგალითად. $90. გიორგი. რა გიორგი, შენი სიტყვა.
რავი, რა გიორგი, საერთოდ არა, გიორგი ხო ქვია. საერთოდ არანაირი მინიშნება არ იყო ჩემთვის შესაბამისად ისე გავატარე. კი, მის გავატარებ, იმიტომ რომ ეხლა და გია შენ თუ რომ ეს მიხდი მოუმატე. მე მგონი ვერაფერს შეგვიძლია მოვისმენთ მეორე მინიშნება. ბაბი და გია იქნებ მეორე მინიშნება. ბაბი. ამდენ საათიანი უძილობის შემდეგ ადამიანს ეწყება ჰალუცინაციები. გავი. უძილობა. ამდენ ხნიანის ანუ გასაგებია. რაღაცა ესე იგი დროის საფრთხეში ვტრიალებ რაღაცა. ერთი კვირა. მაშინ თუ ეგრე არის მე გავზრდ. ამდენ საათიანი. რამდენი არის მინიმალური? გუდავიან ვარ აუ რა ამბავია 2000 ეგრე. კაი, გავზრდი მე 2000. რამდენი? გიორგი გაზარდობს სონი 2000. არიან. ვერ გავიკავებ და ბევრი პული არ. ნერვები მომეშლება. დაგდავე? იცი რა არის? ჩემო კარგო? ფილმი მაგრამ. ფიჩო რა კარგი ხალხი ხარ. საერთოდ ფილმი და არა გავიგევა უახლო. აი ხილულა დავინახე, აი ტიტრები რო ადიოდა. და იქეწერა. მარია. გოგო, ბახმაროზე ვხედავს მინჯას და მე რამდენიმე მოვაბატო? ეს თამაშის გარდა. არა, არ შემიძლია. მარიამა დაგდოვა. გია. აბა ბახმაროზე ვხედავს მინჯას. კარგი, უპასუხებ, ჯანიც გავარდეს. ეთი ბაბი. დაწოლილი გახლავართ. დაგდოვა შენც. კი. მოწოდე? კარგი, მაშინ ბაბი კაცები დარჩით რა. პასუხი? მინიშა, всё, ორი მინიშნება იყო. გიორგი და გია დავრჩით თამაში. შესაბამისად სწორი პასუხი არის $35. ხო, ვთქვი. $35 აიღო? აი ხო ვთქვი, ფილმში მაქვს ნანახი თქო. რატომ მიწარდა მე? გიორგი, შენ დაწაკი? ძინავს. $35? კი. ხო გითხრა. ნიდი ამოატრია. ხელმომჭირნი იყო ის ყოფილა, კი. არაფერი ვატარებ, კაცო. გია. რა ვქდა? შეიძლება გაატარო, შეიძლება მოუმატო. მოუმატე. მინიმუმი გაქვს 2000 მოსამატებელი ხო? დიახ, დიახ. როდა რა დაწეკი რა. შენ არ არის ფსონი გაზრდილი და გავატარე. გაატარე შენს და ნახოთ. გავატარე. არ უნდა გაგეტარებინა. არა, აი შენ გითხარით შეუძლია შეცვალოს. ანუ თუ გაატარებ, მაშინ ვამბობთ პასუხებს და ვინც უფრო ახლოს იქნება, ისა და თუ გინდა გაზარდე. ხო და ეგრე ჯობია მე ხა რა გაზარდა. ნახე რომელი ჯობია მითხარი. მე მე მართალი მაქვს მე. თუ მართალი გაქვს, ხო. მაშინ ამ გაზარდე. შემთხვევაში უნდა გაზარდო, რომ დასწრეს გიორგი. გეუბნებიან რომ თამბური ჩადო. არა უშავს. აქ ეს რამდენი? ეს არის 5000. ეგ ბევრია გია. და ნეკა 3 წელი აიღე 5000 ლურჯი. შემოხვია და 3 წელი ლურჯი აიღო. წაიღე მინდა. გიამ გაზარდობს სონი. გავზარდე. შესაბამისად 2000 ბებიებთან და ბაბუებთან ჩასვლა მიყვარდა ყველაზე მეტად ასაკში და მე ნაიკის ბოტასებით? ჩემს გიას პატივს ემას აქვს და ამიტომ დავწები და წაიღოს გია. კეთილი გაიმარჯვა გიამ. გიოცა! ნახე, ვაი მე გუნდება შეგვიძლია პასუხები ვიხილოთ. მიდი ვიხილოთ. შენ გვაჩვენა შენ დაიწყე, ამოატრიალე. 150. 150. ბიჭო ნახე, მე მეწერა $75000. $75000 უწერია გიორგის. ამბობ, $5000 ეწერა მარიამს და $1000 ეწერა ლარია და გადმოგვდა. უფრო ის თქვა, უფრო და ჩამოხვალ იმ დოლარზე. აი მართლა მინდო $60 მინდოდა რომ ნახე რამდენი ფული გაქვს. ნახე რა უანგარო ვარ, არც გამიგია. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. რამდენი საუცილებელი სონია 5000 შედა. რამდენი? 5000 შავ. თქვა, ვაფშე არ მოვიდოდი, ნო, თუ მასე. აჰა, შავი უნდა დავდოთ. კი, ეს ჭექაში გეტაყვა. მადლობა, ეს გია მე მაჩუკე თუ დებ. მე. არა, დებ. ჩუქება შეიძლება? არა, შეიძლება. მაჩუკეთ. რა გაჩუქო, ქვეყნის ფული გაქვს. სუბხარჩი თუ გაიკეთებიათ, კი, მე კი. ბოლოს ოდის გაგეთ. გუშინ. სუბხარჩო მე მე ვეგეტარიანები. ერთი 2-3 თვის უკან ალბათ. შეიძლება მეტი ცოტა. შენ და გეკეთებია? ძალიან მიყვარს. ვეგეტარიანია ხო? ჯაჯო არის ადამიანი გულწრფელად, რომელსაც ხორცი არასდროს გაუსინჯოს. დაბადებიდან ძველი. დაბადებიდან. მოისმინოთ შემდეგი კითხვა. აბა,
რამდენი ინგრედიენტი სჭირდება კლასიკური სუფხარჩოს მომზადებას? რადგან გაგიკეთებიათ? კლასიკური სუფხარჩო. დიახ. წყალი უნდა შევიდეს? წყალი და სუნელებიც იყო. ახლა ერთი წამით მარემ გეტყვით სწორ პასუხს, თოთიკო. ოთარი. სუფხარჩოში ტყემალი უნდა? ეგ არის გემოვნებით და ეს არის სტანდარტული, კლასიკური. ანუ პიჯაკით ისე კლასიკურად ჩვეულებრივად. ვიჭვი მართლა არ მახსოვს მოიცადე. მომეცით და არა მაქვს. როგორ არა? დამჩაგრეს. ლა 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 ლა. რა მაგრაჩენს პასუხს. რატო იცი იპარავდი იდეა. არაფერია ნასვამია მე. არა. სულიც ხო ნასვამია და არ გეწინოს. მარიამ შენ თვითონ. გუშინ რა გეთ ხო თქვი რომ გუშინ გავაკეთე მარტო გუშინ გემრიელესი გამომიწევს მარიამს ზუსტად ვიცი რამდენიც არის და შემიძლია რომ 100-ით მოვამატო? არა, მინიმუმ 5000. დაიცეთ ეს ბაჭი 5000 უნდა დავიწყო, ხომ მოგეცით კაცო 5000. ხო და მინიმუმი არის. მომატება გიდა. თუ მომატება გიდა. გადავალ ცოტა ხანი. გააკეთე, ჩამოთვალე ახლა. არა, კაცო რა ჩამოვთვალე გია რა დაგემართა. შედის სხვა. არის ეს რაღაცა, ხო? 5000 არის მინიმუმ თუ გიდა მომატო ფსონს. გია მომატო. არ მოვმატო გია. მომატ. მოდი არა, მე გეუბნები მომატ. გაგიჟდა ბაჭი. მაგას მოუმატე, იმას დაუკელი. პოლიცია რასე რა. არ მოუმატო, ზრუნველად რა ქვია. იასწავლებმა. ბიცოლებმა. მიკარდახე. მომატ. მოუმატე. არა, რატომ და მოუმატე? რატო წამყავს რატო ენდობი? მე მინიშნება ხომ შენ უნდა გეგარ მოთამაშეები და ეს შენ წინააღმდეგა. არა, თქვენ არ გენდობი. აი ამას ვენდობი. მიდი მოუმატე მე. ისეთი კეთილი თვალები აქვს, რაც უფრო მეტყურ სვავი. აი მოდის და ანგელოსაც და ივარცხლის. არ მომატყუო ბებერი ვარ. კაი, უთხარი რომ არ უნდა მოუმატოს და არ უყვარს ამას 6000 მომატ. არა, გია არ გატყუე უყვარს ამას ბებია და ბაბუა გეუბნები. არა, შენი გადასაწყვეტია მომატებ თუ არა. კარგი, გენდობი. მე მაგას მაინც ვიცი. კიამ გაზარდა ფსონი 5000. აი სუფხარჩოს აღარ ვიცი რამდენი ინგრედიენტისგან შედგება, მაშ რა ვიცი. ო, ბაბი. ჩემზე ნაკლები ხარჩოს დედაუდი. გიორგი მას უპასუხა მარიამ. ხაშემელია კეთილება? ეს არის 500-გან და ყველაფერი. ის ვეღარ ლაპარაკობს გია, უწუწუნებას. არა ვიცი, ჯანდაბეს შენ გააკეთე. ხო და მაგრამ კლასიკური შეიძლება სხვანაირი იყოს და მე რაღაცა ერთით დავამატე, მიხვდი? მოვისმინოთ პირველი ნიშნება. შემთხვევი კვეცხი. ერთ-ერთი ინგრედიენტი არის. კლასიკური. ეს რიცხვი არის პალინდრომი. რა არის? პალინდრომი. ხო. ასე. გია, ცუდად გამოჩნდება. დაბა რა. იმასკენი. პალინდრომი არა, მარიამ. კი, პალინდრომი არის და გავატარე რა ცოტა არის ხანი. თქვი? მე რატო იხუები? შემიძლია. არა, განათლებაო, მითხარი, სად არის პალინდრომი? ჯერეთი, არა, მათ კი არის, მაგრამ ერთმანეთთან არ მიდის, არ მიდის. ნიშნება არის ერთ-ერთი. პალინდრომი, იმენა პალინდრომი არის. ბაინეს რაკეტის ნაწილია და რა შუაშია? რაკეტის. რაკეტის ნაწილია, სწორია. და რა ხუია რიცხვი პალინდრომი. მინიშნება. რამდენი ნაწილი, რამდენი კვალიტრონია იქ? კვალიტრონი, სწორია. 6 გია. 6 პალინდრომი. გისმენთ. რა გიდა დამწეკი. არა, გავატარე. არა, დაწეროდო. დაწოლა და გატარება ერთ-ერთი. არა, დაწოლა, გამოტოვება და გატარება მელოდები სანაც სხვა მოუმატებს. სხვა მოუმატებს. ეგ არის ცოტა წინაზე 500 რა დადო. ბაბი გისმენთ. მისმინეთ გავატარებ. გიორგი? გავატარე ხა გიორგი. ეს თუ პალინდრომია მე გავატარე. მეორე მინიჭი. გავატარე, პალინდრომებს ვატარე. პალინდრომებს და მოხუცებს ვატარე. ეს ციფრი არის შოტკოტიტა. აი! რა არის? მეორე მინიშნება. მეორე მოისმინეთ. ფეხბურთის ერთ გუნდში მოთამაშეთა რაოდენობა. აი რა. ვაიმე რომ გამიხარდა. ერთი მხარე, ხო? ერთი მხარე.
ერთ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელთა რაოდენობა. ჯამში თუ სტადიონზე? მოედანზე ვინც არის ერთ გუნდში ზუსტად იგივე რიცხვი მე სწორი შეკითხვა დასვა მოედანზე თუ მოედნის გარეთაცო საჯი ითვლება? არა. თუ რაღაც ოდნობით ახარა გადახდა. ხომ არა იქ თუ გაგდებულია სამი კაცი ჩარა არა კლასიკურია. კაი მარიამ თქვენი სიტყვა შემოხვათ თუ არა ყველა ჟეტონს. არ არსებობს. მაშინ გაატარო. გავატარებ, კაცო. გია. რა აზრია? კარნახს. გია გისმენთ. გიწერია. კარნაკოს ვეღარ დაწერი დამაცადებ ნერვი. არა არ გაცდი გია გენასა გაატარებ თუ მოუმატებ ფსონს. ეს არის ხო შენი და გაატარო გია. გია უკვე ნაბახუსებზე მოუმატ. აუ გია გაგიჟდა. მინიმუმ არქნა გია მე შესკენ ვარ წეღა ხო დაგითხრა კი ბატონო ჯიუტი გია ნასვაბირო ვარ ჯიუტი ვარ ხო და არქნა მე შენი მეგობარი უნდა გავზარდო აქ შეგინება შეიძლება ჩვენა შეგვაგინოდა ისე შეიგინე კაცო მომინდა უსდელი სიტყვის თქვი მოდი რაც იყო სადაც სადაც ვიწროა იქ გაწყდეს მახსოვდა და ის ვიწროა რაცვალე გია რამდენს უმატებ მინიმუმ 5000 შეგვიძლია 1 2 3 4 5 5000 გაზარდებსონი 5000-ით, ხო? რა ეგრე არ უთხრა ხოლმე ის რა გირს ერთი ცალი მომენტი გია ზრდიფსონს აი მომცა უკვე გაზარდა ფსონი გია 5000 ბაბი მე მიუყვები კაცო. ვაიმე მომისმინეთ ჩემი არის მართალი და რა უნდა ვქნა მიკარდახეთ აქ ნამდვილი წერია სწორად მიდი ბაბი მიპასუხა. გიორგი გიორგიმაც უპასუხა. მარიამ გწოვებს ბანკი გასწორებულია. ამაგუშ სწორი პასუხია 11. სწორი პასუხი არის 11 ხო 11 არის სწორი პასუხი. გია შენი სიტყვა კიდე გეძებ უმატებ რა თუ ატარებ გვითვე პატარებს კი ბატონო კიდე მომატებ სონს თუ ატარებ კი გატარება ხო იცი რა ან არის შენ რა დაწოლას არ ნიშნავს კიდე ვატარებო მე აქ რაც მიწერია ეგ არის მართალი გავიგეთ არა არა არის მართალი გეკითხები მე აქ მიწერია არ თქვა რა გიწერ. არ ვიტყვი 11-ზე ცოტა მე ნახე ზუსტი არ გვიხდება არავის გია ვინც იქნება ვინც იქნება უფრო ახლოს 11-თან გია უმატებ თუ არა ფსონს გაატარე აღარ დამჭა არაფერი გაატარე მე გავაწვევი ამ ფსონების მონატება მაგ ეს ამან ეს მოძალადია კი ამა ბაბი არ გაზარდა ავიღალე. ისე 5000-ით უზრდე. კი გაზარდა გაზარდებსონი 5000-ით. გიორგი ფული ვისთანაც წავა. შემილა რო იქ ზრდი მეც 5000 ბიბლია გიორგი მოპასუხა. გია უპასუხებ თუ არა თამაში რომ გააგრძელო უნდა უპასუხო 5000 11 გიწერია ზუსტად ან უნდა ესა მასე აბრამოვი. ან ტოვებ ამ ძალიან ახლოს არა ესე მინდა რომ ვაჩვენო და მე მოვიქო როგორ აი, მაშინ უნდა 5000 უპასუხო დადე. 5000 აღარ დამრჩა და დამაც უპასუხო მერე რა გინდა მინდა უნდა მე მინდა რომ აი ესე ავწიო და რა ახლა არაფერი შეგიძლია დადების გარეშეც აციო რომ მორჩება ჩემს ოდაბაში ერთი წამით გეტყვით გეტყვი რა წამპა ჩაირი 5000 დებ აქ და ხსნით კარტებს გია დადე 5000 ყველა? ეხა ხო, აღარ ყველა. პულს. აჰა всё. გახსენით კარტები მე გია დაიწყე არა მე არ დავიწყე ახლა შენიყავი ბოლო ჩამომცვლელი დაიწყე რა მნიშვნელობა. დიახ. შენ საწახვედი დავაგე დაწვა დავწეკე. დაწვა დიახ დაიწყე ხო გაგვაჩვენე რა მოხდება აი 8 მეც მეწერა. 7 12 12 დაიმარჯვა გიორგი რატო გაგუნია გაიმა 11-ია სწორი პასუხი და ყველაზე ახლოს მე ვარ მარიამ წერა 8 მე ყველაზე ცოტა მწერე. მომიდუნდა ინტუიცია. რატო მიაწექი ასე მეთქი დაეხრებოდი. არა სტადიონმა მომცელა შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე შემდეგი აუცილებელი ფსონია 6000. მე არ მაქვს ანუ. ანუ შემოვიდა ყველა ჟეტონი შემოდიხარ ანუ და მე გაიყოფა სხვანაირად ხო? წავა გე ანუ ეს არა, ყველა თუ შედიხარ. მოიგებ ამ კითხვას გააგზავნებ აღარა, თუ არა. ვერ მოიგებ მაშინ ვტოვებ კარგა.
რამდენი უნდა ჩამოვიდო? 6000. აი, ეს არის ჩემი 6000. 400 დაუბრუნე უკან გიას. 400 მომრა. გია. გაბო შენ? დანარჩენი შემოსულია? გაბო არ მე შესულ. შემიძლია საერთოდ რო შემოვიდე არა, აუცილებელი ფსონია. რო ერთი დაგროვდეს ბევრი ფული. ეს ბაბისია. რომელი? აუცილებელი ფსონია. აუცილებელი გავშვენ და მე ჩააჭირა, აბა რა ხდება? შემდეგი კითხვა მითხარი მოვიგო. 2 3 4 5 და 6. ქრისტეფორე კოლუმბზე რა იცი? ბაბუა ჩემი. ვიცით. იძაჩა. ჩვენაც ავდი ვარ. ხო გეუბნებოდი. მოვისმინოთ პირდაპირ კითხვა. დღევანდელი ქვეყნების განაწილების მიხედვით, რომელ ქვეყანას მიადგა ქრისტეფორე კოლუმბი 1492 წელს? შეგახსენებთ, ეს თარიღი მიიჩნევა ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის თარიღი. მივხვდი? მე მივხვდი, რომ ვიგე კიდე შეიძლება ერთხელ. დებილურად. კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა, მაგრამ მანამდე მიადგა სხვა კონტინენტი. ხო, მანამდე მიადგა სხვა. რა მანამდე მიადგა დღევანდელი რეალობით რომელი იქნებოდა ეგ მაშინდელი, ხო, ეგა კითხვა. მაშინდე, კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა. მაგრამო დღეის მდგომარეობითო რომელი ქვეყნები არისო ის ქვეყნები რომელსაც ის კონტინენტი რომელსაც მაშინ მიადგაო, ხო? პასუხი უნდა იყოს დღესდღეობით, ქვეყანა. დღესდღეობით რომელ ქვეყანას მიადგა მაშინ კოლუმბი? მე მარტივი მივხვდი. ველოდებით პასუხებს. თარიღად ითვლება, ესე იგი ამერიკას მიდგომია. რანაირად? ხო, მაგრამ მანამდე რომელ ქვეყანას მიადგა? არა, გია, მანამდე არა, ეხლა. მინიშნება დაგეხმარება. მადლობა და მინიშნებამდე რა ვქნა? კაცო, გადასება კი არა, არა, რთული შეკითხვა ჩემი აზრით სწორად პასუხს. დაუხიჩე პასუხები. გადაუარა გია ფინალისტებს. ამერიკა რომ აღმოაჩინა. გია შეეშვდა ლევას და დაუხიჩე პასუხი. გიას ჩავიდა. გამომიყვანეთ ლოთი რა. ამპულა უნდა ჩაგიდგა გია რომ რჩება გადაცემა. მინდა გითხრათ რატო სვავ. მე რო თქვა გამორჩეჭეთ. ხო, ახ ბიჭო. გიას 400 ჟეტონი დარჩა. შეუძლია ეგეც შემოვიდეს, შეუძლია უბრალოდ გაატაროს. შედი გია. გუღია. შემეს დრო შეხვიდე, იმიტომ რომ 400 ანუ დასაკარგი უკვე აღარაფერი. იცი რა არის? კი ბატონო, სწორია. გია. გაწყდეს ეს მე მთლიანად რო შემოვიდე. 400 არის მინიმალური. მე რას ვიზამ, იცი? მე უფრო ესა რა ქვია, როგორც ფილანტროპი ხართ თქვენ ამ შემთხვევაში და შეგიძლიათ რომ ყველაფერი ჩვენ ვაშუქოთ. ხო და ამიტომ მე ამ 400-ს შემოვა. სწორი პასუხიც ვფიქრობ რომ იწერია, მაგრამ თუ შევხედრო რომელიმე ერთს მიაქვს ამ სამეულიდან, მე დავწვევი და ერთ-ერთზე ვეთამაშებ. მივცემ შანსს. პირველი მინიშნება. ნახე? მიდი. ტელეფონში ნუ ვიხედები? დებია ჩემს მესეჯზე. მოიკითხე. ამ ქვეყანას აქვს 700-ზე მეტი კუნძული. ой, მე არაფერ შუაში არ ვარ. ბაბი. მომატებ თუ არაფერ არა? შუაში არ ვარ, პასუხთან არ მოვიდა. გაატარებ? მეც მაშინ ვატარებ. მეორე მინიშნება ბონი ემს ამ ქვეყნის სახელწოდების სიმღერა აქვს. ნანა ნანა მაშინ მე ვერ მივხვდავ სწორ პასუხს. მოვისმინოთ სწორი პასუხი? მიდი. სწორი პასუხი არის ბაჰამის კუნძულები. აუ, კაირო. გავხსნათ კარტები. ბაჰამის კუნძულებს მიადგა? სად არის ბაჰამის კუნძულები? აი იქ. რაღაც ოკეანეში. რასელ საზღვრა? მარიამის პასუხი ამერიკა. კარგია, ყოჩა. ხომ არ ქვეყანა ამერიკა უწერია. ხო, ქვეყანა ამერიკა. თქვენი? ხო. გია, მე შენი მიწერე არაჩვეულებრივი პასუხი, რომ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. გია, შენი პასუხი. არა, სამხრეთ ამერიკა მიწერია, მე მე სამხრეთ არგენტინა. მაგითო ვფიქრობდი ქვემოთ. ხო, მაგრამ მაგივია თქო, მაგრამ ვაფშე სხვაგან ყოფილა. იცი რა მაგას ვხსენებ, კი მესი აი საიდან. ეს ყველაფერი ჩემია. რატო? იმიტომ რომ სწორი პასუხი მაქვს. არ თქვა ხა ბაჭველი? საკუთარ სინდისთან ვიქნები მართალი და არ გაჩვენებ. აბა ბაჭველი გია. ესპანეთი. ესპანეთი. მარიამა მოიო მარტო თავისი. გიორგის უბრუნდება. მეორე არის ბაბი. ესე იგი, დანარჩენი ბაბისთან მიდის. გიამ სამწუხაროდ დაგტოვა.
აპლოდისმენტები. უხუცესი ვეტერანი დაგვითმო, ჯაჯომ დაგვით. რას გია? იცი რა ძალიან ცოტას ვიტყვი. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ წავსულიყავ. ჩვენ იმიტომ რომ მე ისეთი კარგები ხართ, რომ მე მინდა რომ გიყუროთ შორიდან. ჩემ წასვლას და თქვენს დარჩენას. გაუმარჯო, შეგენაც. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 8000. და გამომეც სითმა რაც ავიწიების მერე პასუხი ვეღარ გავარტყი. აი მაგის რა გავიშო. სანამ დავსვამ კითხვას, მე მაინტერესებს თუ გინახავთ ვიქტორია და დევიდ ბექემებზე ფილმი? ხო. უკან ბოლოს ფილმი არ სერიალი. სერიალი. Netflix-ზე გადაღებული სერიალი. ბოლოს ეხლა ხო გამოვიდა. მე ვიცი რომ საქართველოში გაიცნო. ეგ ის არის მითია. აქ იყო სასტუმროში ჩართული იყო. კაი, კი ბატონო. Spice Girls-ის კლიპი და ძალიან ჩემით მოეცა. მიმუჯდები გიას, კარგით. მოვისმინოთ შემდეგი კითხვა. რომელ წელს გაქორწინდნენ ვიქტორია და დევიდ ბექემი? კარგი რა. გეტყვი ეხლავე გეტყვი. არ მიხდა. არა, გავიხსენეთ, იმიტომ რომ მე მქონდა ისა. დილის შოუში მქონდა მაგათი წვრილის ამბავი და ეხლავე გავიხსენეთ. გამახსენდა. გამახსენდა. მაგერ განახებ. გია დოქცილის. ბაიბი, რასასაცილოები ხართ აქედან დეტალებს. ეხლა პედესტალიდან ნუ გვიყურებ რა მინდა ძალიან. აღნიშნო რომ გია დავტოვეთ ბოთლებთან იმ ანუ სასმელის. ესე ხალხი ბჭობდა გია იცინოდა. მარია, დაწერე? მოუმატებ თუ არა ფსონს? არა, გავატარებ. ბაბი. რა არ დავჭა მოსამოთებელი, თორე კი აი ვიცი სწორი მე პასუხი. დავინდობ გოგონებს და პირველს გავატარებ. პირველი მინიშნება. მე გადავალ დიახ. აგრესიულ თამაშს. ეს იყო ჩინური კალენდრის მიხედვით კურდღლის წელი. კაი. ეხლავე გადავ. როგორ ზუსტად სწორი მიწევია. ჯოხაძის ისა მეგობარია და ის ასტროლოგი არის და ითვლის. ეგ არის. ბაბი გიკარნახებ. რას უკარნახებ, კაცო? არა, უკან ნახოს, მაინც ვერ შეძლო. არა, იცი რა არის, ნახე გეტყვი. 12 წელიწადში ერთხელ არის ის რა და ქვია. კურდღელი ბოლოს როდის იყო კატის? არა, კურდღელი. გადაგწყველი ერთია იყო 3 წლის წინ. კურდღელი. ზუსტად მიწერია. 3 წლის წინ რომელი წელი იყო? 2025. აი ეს 2000 ვიღავით ხოდი გარჩეთ. მარია, მე დავატარებ ჯერჯერობით და დავალდები მეორე მინიშნებას. რაც მაგ შემოვდივა. შემოდიხარ კი, კი, კი. დავიღუპე. 5500 შემოვიდა. და დაწერა. ვისი თქვა? პესოს პონჩი, შენი ძმის პონჩი ჩუქნი. დიდი არა, მადლობა. ჩემი თვითონ კაცო კურდღლის წამი. მარია, გიგი მოპასუხა. შემოხო თუ არა ყველა ჟეტოს. დილა რატომ და შემოვიდა? მარია, 500 ყველა გიგე ვიკი შენ გიყურებს და თუ გიკარნახეს ახლა. ეგ ლამაზი არა გჭირდა. რაზია, მაინც ვერ შეცვლის პასუხს ხო უწერია. პასუხობ თუ არა? 5500. ერთი წამი მართალია დავფიქრდა 2023 წელი რამდენია? 2022. ვიყავით 9 დარჩი 7 6 2000 1900 3253 მარსზე ქორწილი. და შენ რამდენი გრჩება რა უბრალოდ? აი ეს ახლა მილიონერია და რა ქვია. მე ეს შენ ძე დავწვე? კი, მე რო დავწვე მაინც მე ყველა. მე ხო მაგრამ შემდეგ თამაში შეგიძლია თუ ახლა არ ხარ დარწმუნებული პასუხში. დაითვალე? კაი, მეც აჰა. შემოდიხარ. რა ხალხი ხართ ბიჭო. რამდენი უნდა შემოვიდა იდეაში? 5500. და აქ რამდენი რჩება, მე თქვენი მგონი, აზრით? კი, ავარო და რჩება. დაგრჩება. მასე სწორი პასუხი გაქვს შედალოცილო. კი. გეუბნები მქონდა მაგას ჯერჯერობით გადაცემაში. ჟეტონები დარჩა მარიამს, შეგვიძლია მოვისმინოთ მე. მეორე მინიშნება. დიახ. მე ვეღარაფერ შემოვალ, კარგად იყო. 1997 წელს შეეძინათ პირველი ბავშვი. აი, შეძლოს ვიცავ. აჰა. ვარიცოდა. მარიამ, შემოხო თუ არა ყველა ჟეტონს? შემოვა თუ არა? წერ გააჩნია თუ ბავშვი ჩასახეს 97 დასაწყისში. წესი ჩემოვა, რა ვქნა. რამდენი არის? მეც უნდა გიპასუხო, ცოტა არის, პროსტა ხო არ დავრჩები ისე. ანუ 2100 არის? 2000. 4 5 6 7 8 9 10 2000. ჩემთვის ეს მარტივი ჟეტონი 4 წელი. აუ, გია. ორი პასუხი. 1990. 1999 წელს. 1900? 99 აჰა. წელს. შემიდი. ზუსტი პასუხი ბაბისგან. აი, 1997-ში თუ პირველი შეეძინა. მანამდე გავშალე ქორწინება მე ბაბის შეუკარით თმები.
დედა მომიტეს ზუსტად გამახსენდა. ზუსტად გამახსენდა მაგათი თარიღი. 97 ნახე ისე რა და ეგ თარიღიც მახსენდა 17 მე შეხედე მე 18 ძალიან კარგი ხელი იყო. ძალიან კარგი ხელი იყო. მარიამმა დაგტოვა. მაგრამ ძალიან ისე ძლიერად დაგტოვა. აპლოდისმენტები ნამდვილად კარგი ხელი იყო. აპლოდისმენტებით გავაცილოთ მარიამ. მე გადამარჩინე, შენი შეცდომით. ბაბიმ უნდა მოიგოს. გაურისანი აჩა. რაღაცა თქვი, აქეთ ბაბიმ უნდა მოიგოსოდო. მე გეიასთან მივდივარ. მარიამ მოდი შენთან. მარიამი მე მიხარია რომ მოდის ჩემთან. მაგრამ მე ვხედავ რომ გაიმარჯვებს ბაბი. მადლობა, მარიამი გავაცილოთ. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. გიორგი ჩემზე მეტი პული აქვს მაინც, ხო? მოიცა ის ლაპარაკობს. არა, შეგვიძლია გავაგზავნოთ ილაპარაკოს. აბა სასიამოვნო იყო აქამდე. ნახოთ. კი ბატონო. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 25000 შეტანა. კეთქვა და პირდაპირ წავიდოდით. ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს გავს. ხოლო ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია. აუ. ხო, მე ლევ ტოლსტოის რომელი რომანი იწყება ამ სიტყვებით? თუ ის. უბრალოდ ან თუ გახსოვთ ეს უბრალოდ ხო, აა მეთქი ვისაუბრებ. ჩვენ დავიცავ. სტალების პატუნი დავიწყე არა ასე როგორ არ ვიცი კაცო არა ეხა თუ არ ვიცი კეთილი მომწონთ კითხვა ანა კარენინა ლევ ტოლსტოისთვის მერამდენე რომანია ერველემ გაურა შრები თქო მოიცადე უნდა გავიხსენო ერთი არა დაახლოებით რას ვიხსენებ არა დაახლოებით საათ შეიძლება და რა ყოფილიყო თქვენ თუ იცით ეხავე ეგრე არ შეიძლება დავაფიქსროთ გიორგიმ დააფიქსირა მოდებით ბაბის რაც აიგა რთულია ეხლა სუფთა ინტუიციურად წავედი მაგრამ ნუ ეხლა რაღაცა რაოდენობრივად რაღაცები ხო ვიცით ხო ამიტომაც აი გამოვარჩიე და იმათ შორის შუა ციფრი დაახლოებით გაატარებს თვალს კარა ფოსოს არ ზრდე არც ერთ შემთხვევაში ორი გამახსენდა სულ მაგრამ ორი რო არ აქვს ვიცი შესაბამისად დავწერე საშუალო პასუხი და ჩემ გავატარებ ორში საშუალო ან ორი მე ვიცი და იმის იქით კიდევ პირველი მინიშნება ხო დავით აღმაშენებლის მამა მეთქი და იყო ზუსტად ამ რიგითობის კარგია ეგ მინდოდა რა დებილი ვარ რა მებში გაშა მიგოიმე მაგრამ ნუ რა შვები არი არალე ატარებს თვალს თუ ნახე რასვლა რას გალობს კაცი არ კარგია ფონად იყოს არა გავატარე ხო კაი მეც გავატარებ მეორე მინიშნება გამივხვდით უკვე რაღაც გვინდა მინეში ალბათ ორივეს კეთოდინებათ გოგა გოგრიჭიანის ცნობილი ლექსი კი კაცო როგორ არა ეგ კაბა არ გინდა აი იმ რიგითობის მიხედვით კაბა ჩაიცვიო ეგ კაბა არ გინდა მეორე ჩაიცვიო ეს არის ვატარებ არა მეც ვატარებ იმიტომ რომ ორი პასუხი არის ორი მივხვდით გვიწერია 4 3 და მე უფრო ახლოსა ვარ აი 3 უნდა დამეწერა პუნქტი კომოთაი ყოფილიყავ მაიტა ფულები ეგ კაბა არ გინდა მეოთხე ჩაიცვი გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე დიახ და ამ რაუნდის აუცილებელი ჩემი ფსონია ტელეფონი 50000 შეტანა. თუ არ მოქვს შესაბამისად შემოდიხარ ყველა შეტანა რამდენი გაქვს დარეკო 1015 ნახევარ ნახევარ 14 15 და 500 ბოლოს რომელ ქვეყანაში იყავით ბოლოს ახლა ვიყავი ესპანეთში ესპანეთში იყო მე ვიყავი ბოლოს იტალიაში მოვისმინოთ შემდეგი კითხვა და ისე ყველა ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ მე ამერიკაში მე ვიყავი ამერიკაში მომაქციეთ ხოლმე მე ვიყავი თურქეთში აჰა საპასპორტო ინდექსების საიტზე ხო ერთ-ერთი სახელმწიფოს პასპორტით შეგიძლიათ ყველაზე მეტ 127 ქვეყანაში შესვლა რაო ინდექსი დაასახელეთ რომელი ქვეყნის პასპორტია ეს
ჩვენი პასპორტით ვიცი რომ 122-ია. როგორ ზუსტად გეა? გენას რომ დავდიოდი. რატო არ არა, 122 ვიხუმრე არა. 122 მეტი ქვეყანა რომელი ქვეყანა შეიძლება. ბიჭო, მან არის რამდენიმე ვარიანტი. ერთი, ვისა? ვიმჯელოთ, მიდი გიორა ბოლოა მაინც გთხოვ. ვიმჯელოთ? მიდი ისეთ ხლათ იმჯელე. ერთ-ერთი, ხუთეულში იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტი, აშშ-ის მოქალაქეობა ყველა ვარიანტში. ხუთეულში იქნება. მე მგონია რომ სადღაც აი არაბული ქვეყნების გარდა ალბათ ისრაელის პასპორტი არის ძალიან მძლავრი როგორც ვიცი. ერთი გუნდი ხართ მოდის ვიხდი. ჩვენ ზოგადად კი. არა, ამ მომენტში. არა, შესულია ყველა და აზრი აღარა. თხლად მსჯელობა მიდის. დაიყო, გიკარნახეს აქედან. ვაფშე არ გამიხედავს იქ. ვიცი რომელ ქვეყანას იქნება საუბარი. მოვისმინოთ პირველი მინიშნები. ამ ქვეყნის დედაქალაქი ზუსტად ეხება ქვეყნის სახელს. ეგ არის დაწერა. მეორე მინიშნება. გეხვეწე მე ვიტყვი მინიშნებას. დერმატოლოგი. რა? დიდი მადლობა. კარგი მინიშნება იყო. ამ ქვეყნის ბოლო 4 ასო არის არა მე არ მეწარი. P U R I. კაი, არ მიწია დავწიე ხელები უკან. ბოლო დერმატოლოგი? პური, ანუ ბოლო. პური არის ბოლო ისა? პური. ამ ქვეყნის სახელი? სინგაპური. სინგაპური? გავხსნათ კარტები. სწორი პასუხი არის სინგაპური. მე მიწერია ვატიკანი. მე ბრიტანეთი. იქიდან გამომდინარე რომ ვერ გავარტყე ბიჭო. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქიდან ლონდონიდან სინგაპურამდე არის უფრო დიდი მანძილი, კერძოდ 10800 კილომეტრი. ხო. ვიდრე სინგაპურიდან ვატიკანამდე 10200 კილომეტრი. 600 კილომეტრით მომიგეში. დაიმარჯვა და მეწერა საქართველოს თქვენ შეგიძლიათ დაბრუნდეთ თქვენს ადგილებზე. ერთი ხო არიცი გია. დღევანდელი მაგიდის გამარჯვებული და შესაბამისად კიდევ ერთი სუპერფინალისტი გახდა გიორგი გაბუნია. 600 კილომეტრით მოვიდა. მე მაინტერესებს თქვენი აზრები ამ თამაშთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ, როგორი იყო და ასე შემდეგ. დაიწყებია. სადღაც შუა თამაშში მივხვდი რაზეა საუბარი. არა, შუა თამაშში ისე მომინდა რომ ფინალში მეთამაშა და ამით მივხვდი რომ რა კარგი ყოფილა ეს ყველაფერი. მე არა ვარ აზარტული, ოღონდ ვარ გუნდური. და აი ისე ვეჩვევი საერთოდ გუნდს რომ რაღაცა ბედნიერების შეგრძნება მქონდა და რა ვიცი, მიხარია, მომეწონა და ასე შემდეგ. მე საერთოდ არსად არ დავდივარ რომ არ მივიტანო საჩუქარი და ამ შემთხვევაში მოგიტანე საჩუქარი. თან ამას, ხო. თან ამას მოვაყოლებ იმას რომ ეს არის ძალიან წარმატების მომტანი საჩუქარი, ოღონდ ხმაურიანი რაღაც უნდა გააკეთო. გავაკეთო? ხო, აი. ნუ ეს ინტერესოა. რატო იცი? არა, საინტერესოა ისეთი. ჩვენი საჩუქრებით გავართ ფეხზე გახ. კაცი. აბა რა არის? ისვენგია? ეს არის მისტიური ზარი. ვა, ზარი. ზარი. ნახე, აი ამ ზარს მოაქვს ბედნიერება. დიდი მადლობა. შაიბი და იყავი ბედი. შაიბი. აი ბედნიერება, ბედურება. ძალიან დიდი მადლობა გია. კილოცა. ეს მომიტანს ბედნიერებას, ხო? ეს არის ის, რაც გჭირდება დღეს. მას ამომიყვანს? არ გჭირდება. არ გჭირდება ესე. შებედნიერებისთვის. დიდი მადლობა გია. ნახე, ეგ ესე უფრო სიმპათიური ხარ ვიდრე თმით. კი ბატონო, თვითონ გვახსოვხარ და მაგით. მარიამ, შენ რას ფიქრობ? მე წინა რომ გავარდი, იმიტომ რომ ზუსტად მაშინ შევედი აზარტში, როცა გავვარდი. მაგრამ მართლა ძალიან მიხარისა და გავერთე და მადლობა თქვენ. კიდევ ვითამაშებდი თუ არა ამ თამაშს? კი. სიამოვნებით. ძალიან კარგი, მადლობა მარიამ. ბაბი, შენ რას იტყვი?
როგორი იყო დუელში დამარცხება? იცი რა არის, გიორგისთან დამარცხება ეხლა გადასატანი ამბავია. თორედ მარცხება სხვა რა ყოფილიყო არ ვიცი როგორ შევეგუებოდი. ხდებოდა აქ ერთი ამბავი. გული დამწყვა ცხადია, რაღაცა ეს ჩემი ინტუიცია მოჩლახდა შუა თამაშის. შლახტა. თმების შეკვრის ამბავი. თმამ დამღუპა, თავიდან კარგად დავიწყე, მაყურებელია მოწმე, თქვენ თუ არა. და გული დამწყდა რომ მოვდუნდი. საერთოდ ესე მჩვევია ხოლმე და ცუდი თვისება მაქვს რა. აი რაღაცა მოდუნება ვიცი რომ დავინახავ რომ კარგად ვარ მე მედალია და შენ მოდუნდი? ხო. მე მიუხვდებოდა. მოდი დავიწყოთ თავიდან. სიამოვნებით ვითამაშებდი რაც მთავარია კიდევ ერთხელ და ის დაგვრჩენია რომ თელი გულით გიორგის უსურო წარმატებები სუპერფინალში. ჩვენი გამარჯვებული გიორგი გაბუნია, რა სიტყვით დავადე თამაში. ეს უქსია ეხლა ნახეშად და აღარ უნდა. და ყველას გაუშვებ ჩემ მაგივრად იმ სუპერფინალში ამას თუ შეშეთქე შენ. არა, კარგი თამაში იყო ასეთი უცნაური სამაგიდო თამაში იმდენი ვიცინე აი გიას ამბებზე განსაკუთრებით და გოგონები ძალიან კარგები იყვნენ და კარგი ფინალი ჰქონდა. ნამდვილად. და რა ვიცი, უფრო 600 კილომეტრით მოვიგე რა, ეგ იყო ავტობანით მოვიგე რა. იცი რა მაინტერესებს? კიდევ არ ვიცით ფინალში ვინ ითამაშებს? შეიძლება თქვა თუ არა? დავთვალოთ და გეტყვი. მართლა? მაინტერესებს. მოკლედ დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. მადლობა. ველოდებით გიორგის სუპერფინალში. თქვენ კი დაუცხრობად გამოიწერეთ ჩვენი არხი და გელოდებით შემდეგ ვიცი არ ვიციზე.